მოგესალმებით ქალბატონო. გამარჯობა. მოდი დავიწყოთ ცოტა არაორდინალურად თუ ორდინალურად არ ვიცი, როგორც გენებოთ თქვენი თბილისი. რადგან თბილისის ირგვლივ ტრიალებთ და ვიტრიალოთ ესე. თბილისი ჩემთვის პირველ რიგში ეს არის საქართველოს დედაქალაქი. და ამიტომ მე სადაც არ უნდა დავბადებულიყავი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ სოფელში, ან საზღვარგარეთ მე თუ ვარ ქართველი, ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქალაქი იქნებოდა ყველა შემთხვევაში. ეხლა ისე საცხოვრებლად თუ გაინტერესებს როგორ გზნობს თავს არა ადამიანი თბილისში. მე მგონი კარგად, იმიტომ რომ თბილისს მაინც მიუხედავად ყველა ამ თანამედროვე ცვლილებების, მაინც შერჩენილი აქვს ის სიმყუდროვე, რაც ყველაზე უფრო ფასობს ქალაქებშიც და ნებისმიერ საცხოვრებელ ადგილას სიმყუდროვეს აქვს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. თბილისის ხიბლი, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი რელიეფი აქვს და შესანიშნავია როგორც ქალაქი, როგორც სივრცეში განლაგებული რაღაც განსაკუთრებულად კარგად ძველი აზიური თბილისიც და ევროპულიც ისე შენდებოდა, რომ საუკეთესო ადგილებს ირჩევდნენ და არაფუჭებდნენ. აი აშენდებოდა რაღაც სახლი, ხო? მეორე ადამიანი როცა გვერდით დააპირებდა შენებას, ის აუცილებლად ფიქრობდა, რომ არ დარღვეულიყო იმ პირველი სახლის კანონიკა. მარტო ის კი არა, რომ რაღაცა საყოფა ცხოვრება პირობები, სილამაზე, აი სილამაზის გრძნობა ქონდა ყოველთვის თბილისელს. ეს იქნებოდა არქიტექტორი თუ მერი თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი ნებისმიერი ეროვნების, მათ განსაკუთრებული ინტუიციური გრძნობა ქონდათ სილამაზის და ამიტომ გახდა თბილისი ასეთი ლამაზი. აი ყველამ ერთად შექმნა ეს არაჩვეულებრივი გარემო. სხვათა შორის აი უამრავი აღტაცებული მოგონება თუ შეფასება არსებობს თბილისით და მე ახლა გამახსენდა რა იცით ელენე ახვლედიანს ჩაწერილი აქვს თავის დღიურებში ასეთი ფრაზა. ჩემთვის პარიზი არის საოცრება, მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება არის თბილისიო. ხო და აი ასეა, ვინც დაინახავს თბილისის აი ამ ხიბლს რა, რომელიც რასაკვირველია ურთიერთობებისგანაც შედგება, ისინი ყოველთვის მოხიბლულები რჩებიან. თბილისის ხიბლი იმაშია კიდე, რომ პატარა ცენტრია. ეს ცენტრი ხელის გულზე დაეტევა. აი ვახტანგ ბერიძეს აქვს ეს ზონირება თბილისით და ცენტრალური ნაწილი, რომელიც მისი აზრით და საერთოდ ყველა ჩვენი ესეთი გამოჩენილი ხელოვნებათმცოდნეების აზრით, თბილისის ცენტრი უკვე დიდი ხანია უნდა გამოცხადებულიყო ნაკრძალად. იმიტომ რომ ეს მთლიანად მუზეუმივით არის. ხო არ შეიძლება არა რომის შუაგულში ააშენო რაღაც მაღალი სახლები და არასდროს არ ხდება. პარიზში მოხდა ერთი-ორჯერ ესეთი დარღვევა და დღემდე ამაზე არის ლაპარაკი, აღშფოთება და მართლა გააფუჭა ის ნაწილები პარიზი, სადაც მოხდა ერთეული შემთხვევები. ჩვენთან ამან მასიური ხასიათი მიიღო და ეს არის ძალიან საწყენი და ვისაც თბილისი უყვარს, ანდა უბრალოდ იცის, რომ ეს კულტურის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილია კულტურის, უზარმაზარი, ხო? უბრალოდ შეიძლება არც უყვარდეს თბილისი, მაგრამ ვალდებულია, რომ გაუფრთხილდეს ყველას, ვისაც საქმე აქვს აი ამ არქიტექტურასთან და მშენებლობასთან. მერე თბილისში ხო ეს პატარა ცენტრი, ურთიერთობები, რომლებიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია თბილისში და დიდ ქალაქებში ეს ქრება დიდ ქალაქებში და პარიზი ახსენეთ და იცით რა, პარიზში კიდე არის შენარჩუნებული ის, რომ მაგათა აქვთ კულტურა კაფეების, სადაც აი შესვენების დროს დიდი შესვენებები აქვს, როდესაც მუშაობენ და უნიშნავენ ერთმანეთს პაემანს კაფეებში ხვდებიან. ეს კულტურა მაინც არის, მაგრამ თბილისში არ იყო ეს კაფეების კულტურა ასეთი, მაგრამ იყო სახლების კულტურა და აი მე დღესაც მიყვარს უფრო სიარული სახლებში და მინდა ვთქვა, რომ თბილისელებს
ძალიან კარგი გემოვნება აქვს საერთოდ, იცით? ეს ყველა ამჩნევდა, სხვა ჯერს მოდასაც ეხება ეს და აღნიშნული იყო წინათაც, აი მოგზაურებით აღნიშნავდნენ, რომ ლამაზი ქალები არიან თბილისში ძალიან ბევრი და თან აცვიათ ძალიან ლამაზად და მე მინდა ვთქვა, რომ ეს გემოვნება თბილისელების მათ ინტერიერებში ჩანს ძალიან. ამიტომ მე მიყვარს სახლებში სიარული. ყველა ინტერიერი თითქოს განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ერთი იერი აქვს. აი ეს თბილისური იერი. ისე სიმყუდროვეს უბრუნდებით თქვენ და მე რაღაცა აი იცით რა შერწყმა რაღაცა ცოტა თითქოს ბოჰემური შტრიხებიც არის, ეს სიძველის პატივისცემა და მე შეხამება ახალ თან შეიძლება რაღაც ახალი ავეჯის ემატება, მაგრამ იციან როგორ შეახამონ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც არქიტექტურას, ასევე ინტერიერებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამ გარემოში იზრდებიან ბავშვები და ბავშვებზე და დიდებზეც ძალიან მოქმედებს სილამაზე. ეს მარტო ის კი არ არის კაპრიზი, რომ ეს მომწონს ეს არა. არსებობს ობიექტურად ლამაზი რაღაც ეს კრიტერიუმები მაინც ჩამოყალიბდა თუნდაც კლასიკური შეხედულებები და ეხლა უკვე მეცნიერები ამბობენ, ამტკიცებენ და კვლევებსაც აწარმოებენ იმაზე, რომ სილამაზე ახდენს უზარმაზარ გავლენას ჯანმრთელობაზე, იცით? ხო, ჯანმრთელობაზე და ამიტომ აი პირდაპირ ურჩევენ არქიტექტორებს, რომ ააშენონ აი ეს მარტო გლუვი კედლები, გაუფორმებელი რაღაც თანამედროვე ერთნაირი სახლები ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს ფსიქიკაზე, საერთოდ ჯანმრთელობაზე. ძალიან დაბალი ჭერით საშინლად მოქმედებს, იწვევს გიპერტონიას, რა, ინფარქტებს და ყველაფერს. ამიტომ აი ესეთი ფიქრი მარტო იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ააშენო და მეტი მიიღო იქიდან სარგებელი არ შეიძლება, იმიტომ რომ აზარალებს შენ მოსახლეობას ამით. თბილისი, ხო. ბოდიში შეგეჭერეთ. მოდით მიხეილ გედევანიშვილის სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით, ისე უბრუნდა. მოდით ორი სიტყვა ბატონ მიხეილზე. ვიტყვი, მაგრამ მანამდე მინდა კიდევ ვთქვა თბილისისთვის კიდე რა არის გამორჩეული, რომ აქ არის ძალიან კარგი ქართული ენა, თბილისური. ანუ ეს არის სალიტერატურო ენა. რომელიც ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ნელ-ნელა რაღაცა ეპარებათ ისეთი რაღაცა, რაც აფუჭებს ამ ენას. მე მიყვარს თბილისური ენა, კილო თბილისური, ინტონაციები, როგორ ლაპარაკობენ, კითხვას როგორ სვამენ, აქცენტებს როგორ სვამენ. მე მიყვარს როგორ მკაფიოდ ლაპარაკობს თბილისელი. ანუ არ არბილებს ბგერებს, არ არბილებს აი ამ სიტყვებს ძალიან ქართული ესეთია კაფიო ენაა და ღიათ უნდა მაგრად წარმოს თქვა ბგერები ეს არის ქართული და აი ეს დარბილებული ლაპარაკი რაღაც ეს ფრანგულია და ჩვენ ეს არ გვიხდება ხო და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ესთეტიკა ყველაფერში ჩანს და მეტყველებაში პირველ რიგში უნდა ჩანდეს ეს თქვენ მკითხეთ მიხეილ გედევანიშვილს. ნუ ეს სახლი ააშენა მიხეილ გედევანიშვილმა, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იყო, როდესაც ჩამოვიდა პარიზიდან და დაიწყო ამ სახლის მშენებლობა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ სახლი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში და იქ გაიყიდა და აი იმ ფულით აშენებდა ამ სახლს და აი პირველი 5 წელი დიდხანს შენდებოდა ეს სახლი, იმიტომ რომ ნუ ძნელი იყო ალბათ მისთვის ეს ფინანსურად. ეს სახლი, ხო? ეს სახლი 5 წელი შენდებოდა და ამ 5 წლის განმავლობაში მიხეილ გედევანიშვილი თავის ოჯახით უკვე გაუჩნდა ბავშვები მაშინ ცხოვრობდნენ ილია ჭავჭავაძის გვერდით. აი იქ სადაც ივერიის ის არის ხო? ივერიის გამომწვევი. სადაც ცხოვრობდა ილიასაც არ ქონდა მაშინ თბილისში სახლი, ის ცხოვრობდა თავის დასთან, რომელიც საგინაშვილის მეუღლე იყო გენერალის და აი იქ თავის დასთან სადაც ცხოვრობდა ილია გვერდით 4 ოთახიანი თუ 5-იანი მგონი 5 ოთახიანი ბინა შესთავაზა მიხეილს, იმიტომ რომ ის ძალიან მეგობრობდა ილია მიხეილის ცოლთან, ანასტასიას, უფრო სწორედ ცოლის მამასთან.
ყვარელში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ და იქიდან მეგობრობდნენ და რომ გაიგო რომ ამათ ჯერ არ აქვს მზად სახლი შესთავაზა ილიამ მათ ასე რომ 5 წელი ერთ გვერდით ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით ერთ სახლში ამ რენტგენის აპარატზე ძალიან მეგობრობდნენ ხო და აი როდესაც პარიზიდან ჩამოვიდა მიხეილი ეს იყო 1 წლის მერე როდესაც რენტგენმა აღმოაჩინა ეს ფანტასტიკური სხივები X-ray ხო როგორც ინგლისურად ამბობენ ეს რენტგენის სხივები რომლებმაც მოახდინეს უზარმაზარი გადატრიალება მთელი მე-20 საუკუნე ამის ქვეშ წავიდა აი ამ მედიცინა და ყველაფერი სხვა შორის სამხედრო იმაში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ უცებ პოულობდნენ ну ეს იყო რაღაც დიდი აღმოჩენა მაგრამ იმ 1 წლის მანძილზე არ იყო ასეთი აღიარებული და ასეთი პოპულარული ხო ვიცით სანამ დამკვიდრდება რაღაც დაპატენტდება რაღაც ხო და მაშინ აკეთებდნენ რაღაც უფრო კუსტარულ იმ 1 წლის მანძილზე კუსტარულ აპარატებს მაგრამ უკვე იყიდებოდა ეს აპარატი და აი მიხეილის ის იყო დამსახურება რომ ის მიხვდა რომ ეს ძალიან დიდი რაღაცა ხდება მედიცინაში და სხვა შორის არც კი უფიქრია მთელი თავისი რაც შეეძლო ფული დახარჯა და ჩამოიტანა ეს პირველი აპარატი რომელიც დააყენა სწორედ ილიასთან რო ცხოვრობდა მაშინ პირველ სართულზე დაუთმეს იქაც რაღაც პატარა ფართობი. ბატონ რეზო გაბრიაძეს აქვს ძალიან კაი მოგონებები. რეზო გაბრიაძემ არა მოგონება კიდე რეზო გაბრიაძე იმდენად გატაცებული იყო მიხეილ გედევანიშვილის პიროვნებით, რომ ბევრი წლებია ამაზე მელაპარაკებოდა და მეგონდა რომ ისე აინტერესებს, მაგრამ ბოლოს მომთხოვა მისი ნაწერები, მისი მეცნიერული ნამუშევრები, ყველაფერი და 3 წელიწადზე მეტი მეუბნეოდა რომ მე ვწერ პაპაშიძე და მე მიკვირდა ხა რა უნდა დაწეროს რენტგენზე, ფიზიოთერაპიაზე და ისე გაერკვა საოცრად რომ მე ჩემ სტუდენტებს ესე ვერ ვაგებინებდი და ბევრი ექიმი კიდე ბევრი ექიმს არ ესმის, ასე არ ჩაღრმავებულა ამ საკითხში და შესანიშნავი უცებ დაწერა წიგნი, რომელსაც ექიმებიც ამბობენ არაჩვეულებრივია და ლიტერატურები ამბობენ რომ ეს არის ლიტერატურულადაც შედევრი და ინფორმაციულადაც ძალიან ლამაზი და საინტერესო წიგნი. მიხეილ გედევანიშვილმა მოკლედ აი იქ გახსნა ერთი პატარა კაბინეტი ილიასთან და დაიწყო პირდაპირ მუშაობა ამ კაბინეტმა და ამავე დროს პეტერბურგში ჩაიტანეს ასეთივე რენტგენის აპარატი. მეტი არსად მთელ რუსეთის იმპერიაში არსად არ იყო მაშინ. ხელა დახმარება გაუწია თბილის და საქართველოს. ნუ აი ასე მოხდა და მე უკვე 5 წლის მერე როდესაც ეს აშენდა 1902 წელი იყო უკვე გადმოვიდა აქ ოჯახი და პირველ სართულზე უკვე მიხეილმა გააკეთა ეს პრივატული ხო კერძო საავადმყოფო მრავალპროფილიანი საუკეთესო ქირურგები მოდიოდნენ საუკეთესო ექიმები ხელშეკრულებით მუშაობდა აქიაჩელის ქუჩაზე ხო აი პირველ სართულზე სადაც ახლა გაერქვა ამ ქუჩას ამ ქუჩას სულ პირველად ერქვა ყორღანოვის ხო წერიან წიგნში ყორღანოვის ხო ხო და აი აქ მუშაობდა ეს მაგრამ უკვე 1908 წელს რამდენჯერმე იყო მიხეილი პარიზში მუშაობდა შარკოს კლინიკაში და ბევრ ცნობილ პროფესორების ლექციებს ისმენდა და მან 4 საგანში გაიარა სპეციალიზაცია რენტგენოლოგია, ფიზიოთერაპია, ფსიქიატრია და ნევროლოგიც იყო. ამიტომ ეს 4 სპეციალობა ჰქონდა გავლილი საუკეთესო კლინიკებში და აი 1908 წელსაც რომ ჩავიდა პარიზში, მაშინ უკვე ახალი აღმოჩენა იყო ასეთი წვეტილი ტალღები, ძალიან მაღალი სიხშირის აღმოაჩინა დარსონვალმა ასეთმა მეცნიერმა და დაიწყეს გამოყენება ბიოლოგიურ ჯერ იმაში ლაბორატორიაში და მე უკვე კლინიკაში და აი მაშინ უკვე იყო გამოშვებული აი ეს აპარატი რომელიც აქ დგას და რომელიც ძალიან ძვირი ღირდა აქ არის კომბინირებული რენტგენი და
ფიზიოთერაპიული აი ამ დარსონვალის აღმოჩენა ერთად. აქ შეიძლება გადაგეღო რენტგენით დიაგნოზი დაგესვა და ამავე აპარატით პაპამ პირველმა საქართველოში და მე მგონი საერთოდ მთელ რუსეთში დაიწყო კიბოს მკურნალობა სხივებით, სხივური თერაპია და უკვე 1 წლის მერე რაც ეს დაამონტაჟა, ხო, 1 წლის მერე უკვე წარადგინა ავანტყოფი, რომელიც კანის კიბოთ იყო დაავადებული, მოარჩინა აი ამ სხივებით და სხვა შორის ეს დაბეჭდილია ეს შრომა მისი და რეზო ამ შრომაზეც მითხრა მომეცი მომიტანე უნდა წავიკითხო მე ვხარი რეზო არ გჯერა რომ მართლა არა მე უნდა წავიკითხო და ყველაფერი თვითონ გადაამორწმა წყაროები ხო და იყო გაგიჟებული მიხეილი შეიძლება მაყურებელმა არ იცის და ქალბატონი მანანა გახლავთ თამარ ციციშვილის ქალიშვილი მოდით მოგვიყევით ორი სიტყვა დედას და მამაზეც თამარა და მამა ხო თამარა იყო 19 წლის რომ მოხვდა აი ამ ავადმყოფოში მიხეილთან აპენდიციტისის ჰქონდა პრობლემები და ოპერაცია გაუკეთეს და იქ იყო სხვათა შორის მაშინ უკვე მიხეილი ცოცხალი აღარ იყო ის 22 წელს გარდაიცვალა და ამ ავადმყოფოს ხელმძღვანელობდა და ექიმიც იყო და ხელმძღვანელიც და მესაკუთრეც უკვე მამა დიმიტრი გედევანიშვილი მიტოს ეძახდნენ ხო და ამ მიტომ რომელიც იყო 26 წლის და დედა 19-ის გაიცნო ეს თავის ავადმყოფი იყო ის და იქ მერე რომანი ეტყობა განვითარდა და შეირთო გაჩაღდა ხო და შეირთო და დედა აქ შემოვიდა უკვე სულ ახალგაზრდა როგორც დიასახლისი და მაშინ ნუ მამა დასაწყისში ასე ექიმობდა მაგრამ მერე უკვე დაიწყო მუშაობა ივანე ბერიტაშვილთან აი ქართული ფიზიოლოგიის სკოლის დამაარსებელთან იყო ყველაზე ბოლოს შემიძლია ვთქვა იმიტომ რომ ბევრი შეფასებები ვიცი და აი დაიწერა ისა ბევრი რამე აი აქ დაიწერა იმაზე ხო როგორ იმედებს ამყარებდა ბერიტაშვილი მიტოზე მამაჩემზე და მართლაც უკვე ძალიან ახალგაზრდა მამა გახდა აკადემიის წევრი და ცნობილი ფიზიოლოგი და დაიწყო უკვე სამეცნიერო მისი მოღვაწეობა და ბოლო იყო ფიზიოლოგი. დედას სილამაზეზე გითხარით დედას გითხრათ. აი დედას როგორი აი ნუ თქვენ შეგიძლიათ წიგნი არის ალბომი. შეგიძლიათ ნახოთ იქ ფოტოები დედასი. მოდით ყველა მართლმადიდებლისთვის, ყველა ქართველისთვის ყველაზე ძვირფას თემას შევახოთ. უფლის კვართს. მოვიყევით ორი სიტყვა თუ შეიძლება. ხო, უფლის კვართი რასაკვირველია. იცით ეხლა მოვისმინე ამას წინათ გადაცემა და იქ იყო ნათქვამი რომ უფალის იესო ქრისტეს სხეული ხო არ არსებობდა იმიტომ რომ ის ამაღლდაცად ხო და ყველაზე უფრო რაცაც აიგივებენ აი მართლმადიდებლური ეკლესია და ეს მორწმუნეები აიგივებენ მის სხეულთან სწორედ კვართს ის პერანგია რომლითაც ის წავიდა ჯვარცმაზე ბოლო რაც მის სხეულს ეხებოდა ეს არის რაღაც უდიდესი რაღაც მისტიური მართლა რაღაცა ისეთი შემთხვევა რომ როდესაც ელიოზი ასეთი მღვდელმთავარი იყო მცხეთაში გამოიძახეს იერუსალიმში რომ ეს დასწრებოდა ჯვარცმას ის უკვე იყო აღსარებელი ქრისტესი აქ და მთელი მისი ოჯახი თუმცა არ მოусმენიათ თვითონ ქადაგება ქრისტესი მაგრამ ეს მისი ქადაგება მისი მოძღვრება უკვე ცნობილი იყო საქართველოში და ის წავიდა იერუსალიმში როგორც ქრისტეს გულშემატკივარი და მისი მეგობარი და იქ ქრისტეს ჯვარცმის მერე მოხდა მისი ტანსაცმლის გაყოფა წამოსასხამიც ჰქონდა ის მაგრამ კვართზე ყარეს წილი აი საოცრება ეს 4-ვე სახარებაში წერია როგორ იყარეს წილი კვართზე და ეს კვართი ერგო ელიოს ნუ ეს ნიშნავს უფრო დიდ რამეს რომ საქართველოს ერგო ეს კვართი ჩამოიტანა ეს საქართველოში და მას დახვდა შეხვდა მისი და სიდონია
როცა გაიგო საშინელი ამბავი ჯვარცმის ჩაიხუტა ეს კვართი და იქვე განუტევა სული და ვერავინ ვერ შეძლო ამოღება ამ კვართის მისი ხელებიდან მეფეც კი მოვიდა და ვერ შეძლეს და დაასაფლავეს ასე და იმ ადგილას ამოვიდა ის მირონ მდინარე ნაძვი ეს ისტორია აღწერილია მრავალჯერ ქართლის ცხოვრებაში სხვადასხვა გუჯრებში საეკლესიო გუჯარი არის ბევრში მაგრამ იცით რა საბჭოთა იმის დროს ქვეყნის დროს ამას რატომაც ჩქმალავდნენ და ამოღებულია ისტორიოგრაფიული ბევრი იმიდან არც ახსენებდნენ ან ამბობდნენ რომ ეს არის ლეგენდა ეს ლეგენდა ლეგენდა კი არ იყო ნამდვილად ეს იყო ისტორია და აი ამ ელიოზისგან მოდის ეს გვარი გედევანიშვილების და პირველად მე-16 საუკუნემდე ელიოზიშვილების გვარს ატარებდნენ. ეს გედეონიშვილი. ხო, და მე-16 საუკუნეში გაჩნდა ერთ-ერთი, რომელსაც გედეონი ერქვა და იმ გედეონის შვილებს უკვე გედეონის ძეები, გედეონის შვილები და ასე რომ ორი გვარი, ელიოზიშვილი, გედევანიშვილი ორივე არის იმ ელიოზისგან წარმოშობილი და გედეონი ითვლება ელიოზი ხო ითვლება წინაპრად, მაგრამ აი იგივე ნატროშვილი, ანტონ ნატროშვილიც წერს და ბევრი სხვა არსებობს წყარო, რომ მათი პირველი წინაპარი იყო გედეონი, რომელიც იყო მსაჯული და ეს მსაჯულთა წიგნში ბიბლიაში აღწერილია გედეონის 40 წელი იმეფა კი არა ხელმძღვანელობდა იერუსალიმს და მას ყავდა 70 შვილი სხვათა შორის და როდესაც პირველი ტალღა წამოვიდა ებრაელთა იმაში საქართველოსკენ ხო იქ ალბათ აუცილებლად იმ გედეონის შთამომავლობაც იქნებოდა და ასე რომ გედევანიშვილები და ისინი ელიოზიშვილები ითვლება რომ მას 600 წლით ადრე ქრისტეს შობამდე მათი წარმომავლობა იქიდან მოდის. ხო და ამიტომ რადგან ასეთი მჭიდრო კავშირი ჰქონდათ კვართთან, ამიტომ და გარდა ამისა ბიბლიაში წერია რომ ლევი იყო ერთ-ერთი შვილი აი ერთ-ერთი წინაპარი ებრაელთა და იმათი შტო არის ეს გედეონი და ამიტომ უფალი ამბობს ბიბლიაში როგორც ნათქვამია რომ აი ლევის შთამომავლობა უნდა ყოველთვის იყოს მსახური ეკლესიის და ასე მოდის საუკუნეებით და ამიტომ მოხდა რომ რადგან უფლის კვართის ისინი იყვნენ რა მომლელები მერე ეს გადავიდა უკვე გაქრისტიანდნენ პირველი ქრისტიანი იყო აბიათარი სხვა შორის აი ძმის წული იყო ელიოზის და წმინდა ნინომ პირველად გააქრისტიანა აბიათარი და მისი შვილი იმასაც სიდონია ერქვა პირველი ქრისტიანები იყვნენ ისინი და ვინც მონათლა ნინომ და აი სწორედ ამიტომ არის რომ იქ ეკლესიის ეზოში სვეტიცხოვლის ეზოში იყო სახლი სადაც გედევანიშვილების სახლი და ისინი იყვნენ ყოველთვის მომლელების სვეტიცხოვლის და სასაფლაო აქვთ დღემდე არის იქ დაცაფლავებული და არის ეს საფლავები სვეტიცხოვლის მარჯვენა მხარეს ეზოში და ტაძარში კი მეფეები იგრძალებოდნენ. ხო და ნუ ეს ისეთი ისტორია რომელიც კარგად იცის ბევრმა არ იცის ეკლესიამ ხალხ აი იცით მე პირველად გავიგე ეს ბევრმა არ ხო გეუბნებით ამოღებული იყო ამ ისტორიული არც ახსენებდნენ თუ კი ახსენებდნენ არც აწყობდათ ახსენებდნენ როგორც ლეგენდას რაღაცა ვითომ ზღაპარი ქალბატონო მანანა დასასრულისკენ სამწუხაროდ მივდივართ და მინდა გულწრფელად თქვა ესეთი ლამაზი ქალბატონისგან ამდენი საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ და მინდა გავიგო არა რაც არის იმას ვიძახი ნამდვილად არ არის გადამეტებული და მინდა კითხოთ აი ახალგაზრდებს თბილისელ ახალგაზრდებს აი რას როგორ მოეფერებით რას ურჩევთ აი რას ეტყვით არანაირად დარიგების მიზნით აი როგორ ეტყვით აი როგორ ურჩევთ მათ მომავალს რას იტყოდით ორი სიტყვით იცით რა მე ერთი რამე მინდა ურჩიო რომ ნუერიდებიან სხვადასხვა თაობებთან მეგობრობას და ურთიერთობას
მათ მოსაწყენი ეჩვენებათ ეს პირველი შეხედვით, მაგრამ ესე არ არის. მე მახსოვს, სულ პატარა ვიყავი, როდესაც ჩვენთან მოდიოდნენ ბებიაჩემის ძმები, უკვე ნუ ისინი იყვნენ, რა ვიცი, რამდენი წლის და დავჯდებოდით და ნახევარი არ მესმოდა, ან მეტიც რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩემთვის ეს ისეთი რაღაცას აყალიბებს ეს პატარა ბავშვიც კი, ეხლა თინეიჯერები და ახალგაზრდობა, სტუდენტები არ უნდაერიდებოდნენ. მარტო ურთიერთობა ზედაპირული კი არა, უნდა მეგობრობდნენ სხვადასხვა თაობებთან. თან თქვენ პედაგოგი ხართ მით უმეტეს. კი არ ვამბობ მარტო, იმიტომ რომ ისე მიდის ეს ყველაფერი, ვერავით არის წიგნი და ვერავით არის რაღაც სხვა ისეთი ფილმი ვერ მოგცემს იმდენს, რამდენსაც ცოცხალი ურთიერთობა. სხვათა შორის ევროპაში არავით არის განსხვავება, არ არის სხვადასხვა თაობები, ისე მეგობრობენ. პირდაპირ შენს ეუბნებიან, ნუ ახალგაზრდა 20 წლის ბიჭი, ვთქვათ 70 წლის კაცს, პირდაპირ შენს ეუბნება, მეგობრობენ, არავით არის ასეთი დიდი ქეთს არ უხრიან, იმიტომ რომ ამას არ აქცევენ ყურადღებას. ამ თბილისშიც რომ ყოველთვის იყო ეს მოწიწება ეს ისა. იცით, მე მოწიწება არ გამორიცხავს მეგობრობა, უნდა იყოს და მოწიწება ერთმანეთშიც უნდა იყოს ერთ თაობაში. აი ძალიან კარგი თქვით ირაკლი, იმიტომ რომ მოწიწება და ძდილობა კიდე ერთ-ერთი არის, რაც ახასიათებს თბილისელებს. განსაკუთრებული ძდილობა და რაც რაინდული საქციელი ქალების მიმართისა და მე კიდე რჩევის სახით ერთი ხო ვთქვი რომ თაობები და მეორე რომ მე ურჩევ შეიძლება ჩვენზე ბევრი რამე იციან და უფრო ტყვიანები არიან, მაგრამ მე ურჩევდი მთავარს, რომ ჯანმრთელი წესით იცხოვრონ, აი ფიზიკურად იფიქრონ თავის სხეულზე, იმიტომ რომ ეს სხეული საოცრებაა, უფალმა მოქცა, გაჩუქა, ფიქრობენ, საიდან წარმოიშვნენ რა არის, მართლა ეს კი არ არის კოლბა და ის. უფალმა მისცათ ეს სხეული უნდა მოუარონ ამას და ამას აუცილებლად მოყვება მერე ჯანმრთელი აზროვნება. ხო, როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია.